გამარჯობა, მე მქვია ნუცა და მყავს ორი პატარა შვილი. ზუსტად იმასაკის გუშინ ბათუმში თხრილში რომ ჩავარდნენ და დაიხუპნენ. დღეს დილას რომ გავიღვიძე და ჩემი შვილები ცოცხლები და ჯანმრთელები ვნახე ჩემს გვერდით უშფოთველად რო ეძინათ, ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმით რომ ჩემი შვილები ცოცხლები არიან, ჯანმრთელები და ყოველდღე შემიძლია მოვეფერო და ამ მომენტით დავტკბე. განა იმიტომ არიან ჩემი შვილები ცოცხლები, რომ მე იმ ბათუმელ მშობლებზე, ან სხვა რომელიმე მშობელზე უფრო კარგი ვარ, ან რაღაცით დავიმსახურე, ან უფრო ჭკვიანი ვარ. არა. უბრალოდ გაგვიმართლა მე და ჩემ ქმარს და ჯერ ჩვენი ჯერი არ დამდგარა. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ბავშვების ფასი არის კაპიკი. აბსოლუტურად არავის არ ედარდება ბავშვების უსაფრთხოება, ეს თუ არ არის რომელიმე ჩინოვნიკის შვილი. ჩემი შვილები, თქვენი შვილები, იცით რა არის მაგის ფასი? კაპიკი. კაპიკია მაგის ფასი, ბავშვების. მე ვმუშაობ ბავშვებთან და ყოველ დღე ვხედავ ბავშვებს, რომლებიც მოდიან მშივრები, გაკვეთილების დროს მშივრები და ლამის გული წაუვიდეთ ხოლმე ბავშვებს. და ყოველთვის მიდევს ჩანთაში. ან ტკბილეული, ან რაღაცა შოკოლადი, ან თონის პურსყიდულობ, ან ჩურჩხელას, რომ ბავშვს გული არ წაუვიდეს შიმშილისგან და ცუდად არ გახდეს. რო არიგებთ ჭკუას, სად იყვნენო? მშობლებიო ამ 4 და 7 წლის ბავშვების და რატო იყვნენ ბავშვები გარეთ გამოსული უპატრონოდო? მოდი ჯერ ისიკითხეთ 4 და 7 წლის ბავშვს და გინდაც რამდენის არ უნდა იყოს. შუაღამეს რა უნდა და ჯართის შესაგროვებლად. პატარა ბავშვი, რომელსაც უნდა ჭამდეს ცხელსაჭმელს საღამოს, უნდა იძინებდეს თბილად, სითბოში. ემას კი არ აკეთებდა, ჯართის შესაგროვებლად იყო ქუჩაში გასული. ჩემი თაობისებს ყველას, ვინც არის ვიყავით კრიმინალის შვილები, ყველას გვახსოვს, როგორ ვაგროვებდით ჯართს, როგორ ვაგროვებდით ბოთლებს, ვრეცხავდით ამ ბოთლებს და მერე ტარაში მიქონდა ჩასაბარებლად. როგორ ვიდექით ვაგზალზე მე ჩემ ტოლებთან ერთად და ვყიდით კალენდრებს. ეგ გინდათ თქვენი შვილებისთვის? ეგ არის დაპირებული მშვიდობა? მე არ მინდა, მე ესეთი მშვიდობა არ ამირჩევია და არც თქვენ არ აგირჩევიათ ესეთი მშვიდობა. მალე თქვენი შვილების ჯერი დადგება, ჩვენ თუ არაფერი არ გავაკეთეთ, ჩვენ თუ პირში წყალი ჩავიგუბეთ და ამაზეც გავჩუმდით, მალე ჩვენი შვილების ჯერი დადგება და თქვენ რას გააკეთებთ? ჩემი შვილების ფოტოებს და ვიდეოებს რომ მილაიქებთ და გულებს რომ მიგზავნით. გატეხილი გულის ემოჯის გამო მიგზავნით მერე და მე ეგ მიშველის და მე ეგ გამიმთელებს ჩემ დაკარგულ შვილებს? იცით რატო ვტირი ვარ ჩემ შვილებს, ცოცხალ შვილებს წინასწარ? იმიტომ რომ ამ ქოცნების ხელში დღეს თუ ცოცხლები არიან ჩემი შვილები, ხვალე მე არ ვიცი რა შეიძლება დაემართოთ. 2 წლის წინ მე ხო დამეცა მშენებარე რაღაცა ობიექტიდან არმატურის ნაჭერი კინაღამ თავი რო გამიხეთქა და კინაღამ ჩემი შვილები რო დააობლა. და რო უჩივლე და არავინ აბსოლუტურად არავინ არ ჩამაგდო არაფრად, არც გამოძიება დაწყებულა, არც არავინ არ დასჯილა. იგივე შეიძლება დაემართოთ თქვენ შვილებს, ჩემ შვილს დაემართოს იგივე. მე არავის არ გაშინებთ. ეს არის ფაქტი ხალხო. ჩემთან დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, ზებრაზე, მწვანეზე, შუქნიშანზე, შარშან იყო მარტო 4 შემთხვევა, როცა მანქანამ აწყვეტილმა მანქანამ მწვანეზე გადმომავალ ზებრაზე ბავშვს არ დაუთმო გზა და დაეტაკა. იმიტომ რომ ვიღაცა ნარუშილოვკიანი ტიპი იჯდა საჭესთან. ეს არის დაპირებული მშვიდობა? უსისხლოდ კლავენ. აუცილებელი არის რომ ვიღაცას იარაღი ესროლა იმ ბავშვებისთვის და რუს მოეკლა და სისხლი უნდა გადმოსულიყო? არ არის ეგ საკმარისი? წელიწადში 4-5 შემთხვევა ხდება, რაც აი ესეთი უბედურება არის და გაუფრთხილებლობით ხდება და გაუფრთხილებლობით კვდებიან ბავშვები. 2019 წელს არ გახსოვთ? ჯართის შესაგროვებლად რო იყო
და გავსაყრელზე ბავშვი მიწა რო ჩამოწვა და ცოცხლად რო დაიმარხა მიწაში ის ბავშვი და ველოსიპედით რო მიაგნეს. არ გახსოვთ? მეც არ მახსოვდა და გამახსენეს ჩემმა მეგობრებმა. იცით რატო არ გვახსოვდა? იმიტომ რომ ჩვენი შვილი არ იყო. ჩვენი შვილები ყოველდღე არიან ჯამრთელები და ცოცხლები ჩვენს გვერდით და არ გვინდა დავინახოთ სხვისი შვილები როგორ კვდებიან. და მალე ნელ-ნელა ეს მარწუხი მოვა და ესე ყელში მოგვეჭირება ყველას. და გადარჩებიან მარტო კობახიძის, კალაძის და რიჟვაძის და სხვისი შვილები, რომლებიც უფრო მნიშვნელოვნები არიან ჩვენ შვილებზე მითხარით, რითი ჯობიან ჩინოვნიკების შვილები ჩემ შვილებს, ან თქვენ შვილებს მითხარით რითი ჯობია. და ვიღაცამ ღმერთი არ გაგიწყრეთ და მიშა, გრიშა, შალვა და ესენი არც გაბედოთ რო ახსენოთ. არც კი გაბედოთ და ახსენოთ იმ ხელისუფლების მომხრეებმა ბარბარე რაფალიანცის მოკვდინებით რომ მოვიდა ხელისუფლებაში. ბავშვის მოკვდინება არის ქოცნების ხელწერა და ამ ბავშვების სიცოცხლე არაფრად არ უღირდა. ხალხო, ცოტა ჩვენ თუ არ ამოვიღეთ ხმა და ჩვენ თუ არ დავიცავით ჩვენი შვილები, არავინ არ დაიცავს ჩვენ შვილებს. და მე მოვლენ და მშობელი სად იყო იმას იკითხავენ, მე არ ამძინებია, მთელი ღამე გავათენე უბედურების მოლოდინისგან და შიშისგან. და წარმოგიდგენიათ, ეხა იმ ბავშვების მშობლები რას გრძნობენ. შადრევანმა რომ მოუკლა სათამაშოდ გასული, მუსიკის გაკვეთილზე რო იყო ბავშვი და ორმოში რო ჩავარდა, სათამაშოდ რო იყო სკვერში გასული და მაღალი ძაბვა რო გადავიდა და მოკლა. ცეცხლი კი არა, ნავთი ოლიგარქიას, ნავთი სიკვდილი და ამოწყვეტა და ღმერთო, თუ სადმე არსებობ ეს უბედურება განაცდევინე ყველა იმ ადამიანს, ვისაც შეუძლია ამ ქვეყანაში ბავშვების უსაფრთხოება და ბავშვების ნორმალური ცხოვრება რო უზრუნველყოს და თავის შვილების გარდა ცალფეხზე კიდია. ღმერთმა დაწყევლოს ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენ შვილებს სასიკვდილოდ წირავს. ღმერთმა დასწყევლოს და არ ეღირსოს საფლავი.